ეს აშკარად შესაშინებელი იყო ალბათ რა. იმიტომ რომ ეს გურეშიძე მებაზრებოდა რომ იჭერდა რომ ისო რა ქვია. ყველაფერი კარგად იქნებაო რა. ხო და ეთქო ამას გულისხმობდა არა უშავს. ერთი 8 თვე წამოკონტრიალდიო ეთქვა და ხო მარგოს. შინს. ხდება მამა. გიორგი ახობაძე თავისუფალია. გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ. ის გადმოშალა და ჩადა. აბა არ მიზარება შემოია. ერთი კვირა არ გავჩუნდებ. აი ტექნიკა რო გამოვა ისიც ეგრე იქნება ერთი კვირა არ გაჩუნდება. აუ ნიკას აშკარად. კაი როგორ რაღაცა ისიც სასამართლო რო ახლოვდება. ეწყება რაღაც ფორია, ტირაჟ ფოთვა. ამ ბოლოს პრონაკლებად მქონდა. მანამდე მქონდა ხოლმე რა. ის რაღაცა სანამ შევეჩვეოდი. და განაჩენი უნდა გამოცხადეს რომ თქვენს მაგ მომენტში მქონდა კიდე რა ცოტა ხო იცი მე ველოდებოდი მე სცენარს ველოდებოდი რომ უეჭველი ახლა გაწელავენ 9 თვეში გამოგვიშვებენ ისე ანუ დაკიდებული განაჩენით რომ ზედმეტი მოძრაობა და ეგრევე შეგაბრუნა ანუ მე მეგონა რომ ესე ანკესზე დაგვიჭერდნენ რა კიდე ერთ-ერთი ვერსია ეგ მქონდა და რომ გამოცხადდა 6-ში უკვე მან ის გავარება წავიდა რომ უეჭველი გვიჯიან და მეორე ნუ პატარა სადღაც ველოდები რომ რომეო მიქნება მუშტი და არტყას მაგიტაზე და ბოლოს და ბოლოს მეც კაცი ვარო თქოს თქო და და ეხა ველოდებოდი მეთქი რავი ეგეც სადისტი თუ არ იყო რომეოს თანაშემზე ვინც იყო სანამ შემომიყვანენ გოგო ეს კაი რომ გაიღო სანამ შემომიყვანენ დამინახა და ისე გამიღიმა და ისე დამიქნია თავი რომ მეთქი ანუ დავედი მაგისკენ რომ ალბათ ხოდე მაინც იმეც რომ ებღავუჭები რომ კაი რაღაცა ხდება თქო მე გავუბრაზდი რომ არა შეიძლება გულშევად ყიროს და პროსტა მაგიტო გამიღიმა თქო რა აი ეს აი საკანელაზე ვიჩეკი კაი ხალი რა აх ემოციურზე ხო და ვა არავინ ელოდა ნამდვილად რეაქცია ისეთი არავინ ელოდა ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე და მარიამ მაწყარაშვილი. რა შეიძლება მომხდარით, ხო? ბევრი კომბინაცია მაქვს თავში ესეთ კონსპირაციის თეორიები. პირველი რაც მაქვს რომ შეიძლება თავიდანვე ეს ვადა ქონდათ დაგეგმილი. ამ ფიქრობ რომ შეიძლება კიდე რაღაცებმა დააჩქარა და რაც აპელაციამდე აღარ მიგვატანიეს საქმე. ერთი ვერსია ეგ მქონდა. ერთი გიორგი ახობაძით მეტი და ერთი გიორგი ახობაძით ნაკლები კლანისთვისაც და ბიძინასთვისაც როგორც ჩანს ჯერ ეგრე ზარას არ ეშინიათ ჩემი ხო და შეიძლება იფიქრეს რომ ანუ ამ კაცმა რა ვიცი რომეო მოკლედ რა ვიცი როგორ გითხრა ესე არ შეიწყვინა და წაიქცია თავი მათ შორის რა ვიცი ის რიხი და წაყვანის სტილი და ყველაფერი ისთვის აქვს თუ საბოლოო ჯამში ჩაარტყავს და რა ვიცი არაფერი განსხვავებული არ იქნება მე ხო ხმე რუსიცისგან სიყვაზე ვიძახი ვა აქ რა შეიძლება აქ ინგი გადააკეთე მე მგონი რაღაცას ახალ კორპუსს გავენ ამას მაგრამ ვიჩხუბეს აღარ ჩხუბობენ მაგაზე ძალიან დიდი მადლობა ეს ლაიოს დენას ძალიან დიდი მადლობა აი ხარი მადლობა დაუგესლობისთვის მადლობა შენ მადლობა არ მიყვარხარ სუპელად მადლობა საქართველო გაიმარჯვა აუცილებლად ბოლო ბოლომდე მოგალატე ეს არცედები მე მეკუთვნის თავის პლაკატე მოძალადე პროვოკატორი აი მოძალადე პროვოკატორი მორფინისტი მოიცარავო მორფინისტი აი აჩე სამი ვარიანტი იყო ჩემი დაჭერის ან ზალადობაზე ან მორფინისტობაზე და კიდე სადღაც იყო გეი აქტივისტიო თუ ასე ეს გამიკრეს თან მარტი-აპრილის აქციების დროს 8 თვე სრულდება ზუსტად ხვალ
დაჭერის მომენტიდან რა. მეორიც არ ყოფილა პრინციპში. ანუ იცი რა მე უფრო მგონია რომ მართალი რო ხარ უფრო არ გაწუხებს ეგ ამბავი, თორე ერთი რაღაც პერიოდი მიწევდა ხალხთან, ვისაც ჩადენილი ქონა დანაშაული და კარგად არ იყვნენ რა, ანუ ესეთი რთულია. ზანში. აუ აქ არის ანარქია ხო რა თქმა უნდა. ჩემს გაშვებას არავინ ელოდებოდა. არც ისე. საზეიმო თარმოგით. აჰა. ეს აუფინოთ. ხორგი და ხალია. ეტა ჩემი ყვავილები ცოცხალია? დანაშაულს და ისეთი რეაქცია ხონა დარბას, მე უბრალოდ ვეღარაფერი რეაქცია ვეღარ მქონა. ხაზი შიგნით ჩაიფუშები. ეგეთ რაღაც დამემართა და ხო აი ყველაზე დინამიური იყო სასამართლოს დარბაზის კარიდან აი იქამდე სანამ ჩემ ადვოკატებთან გვერდით დავიждებოდი სკამზე. მე მაინტერესებდა როგორ დაასაბუთებდა მაგას და ნუ ხო ერთადერთი იყო მან დასასაბუთებელი ის რომ პროკურატურას არ ქონა ისა რა ქვია. საკმარისი მტკიცებულები. ჩვენ ქვეყანას ჩვენ საქართველოს გავუმარჯოს ოღონდ დამოუკიდებლობას და არა ეს რაღაცა რუსულს როგორც უნდათ რო იქ. დაუბრუნდებით. ციხის გარეთ ცხოვრებას. ციხის გარეთ ცხოვრებას თუ დამაცადეს. ჯერ ახლა ალბათ არ ვიცი ძალიან ბევრი ადამიანს უნდა ჩავეხუტო. თუ დამაცადეს და მალევე არ შემატრიალეს სააპელაციოს გადაწყვეტილებით, ვეცდები რომ რაღაცა იდეები რასაც ვიძახდი და ვჩხუბობდი იქიდან რომ ამასაც არავინ არ ცდილობს ხო? ხო მე თვითონ ეცადე. ამდენიმე რას გაკეთებთ. რის გაკეთება? ერთი რაც ყველაზე მარტივია, რაც შეიძლება არც შიშის შემცველი არ იყოს არავისთვის, უბრალოდ სახლიდან გასვლაც არ ჭირდება, ნებისმიერ ადგილზე ტელეფონით ხელში შეიძლება ეგ საქმე აკეთო და ეგ არის საინფორმაციო ფრონტი. ამიტომ არსებობს კრეატიული რაღაცა პატარ-პატარა ნაბიჯები, ესეთი მავნეობები, მშვიდობიანი და კანონიერი ცელქობები ქუჩაში და ქალაქში, რომელიც შეიძლება მოვიფიქროთ, დავგეგმოთ და გავაკეთოთ. ეს პრობლემა ხდებით, ესე გამოდის. კი, არა, პრობლემა იქნება სულ, კი, მაგათთვის პრობლემა იქნება, სადაც არ უნდა ვიყო. მაინც პრობლემა იქნება. რანაირად უნდა გავჩერდე, მართლა ვერ ხვდები. სულ ცოტა ხო, არა, ამ გამოდის რომ მაშინ უნდა უარი ვთქვა ამ ქვეყანაზე და ვერ ვიტყვი უარს, არის რაღაცა რაც მაჩერებს აქ, რა ვიცი. სოლი გადაიღეს. სად გადაიქცე? პირველი შეხვედრა ისოსებს გარეთ. ამის შემდეგ თქვენო გისწრება. ვიცი მარტია. ესე იქნება რომ მომე ფარი. მაგრამ გვერდიდან ჯეკი ან დაჯეკი. მე დავუვარ ჩაჭყელთავ. ეხლა კიდე საჭირო გვაქვს მეორე პარტია. აჰა. თავიდან გვიჩივლეს. ხო, მაგრამ იქნება. არა, ოღონდ სახში ვიქნები, ჯერ იქ რაღაც ერთი თვე უნდა რაღაცები იქნა. სააპელაციოში იჩივლეს ბიჭებმა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთებთ და საქალაქომო არ დაგვიკმა ყოფილი. სამართლიანი განაჩენი არ ქნა.